შეძლო თუნდაც ის მეტყოლებს ამაზე რომ 5 წელია ჩვენად ვიგევართ 5 წლის განმავლობაში შევარდნაძის მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუებს რომელიც არის აი ესეთი სათაურით ასავალ დასავლაში საუბარი კრწანისის ველზე საუბარი ედვარდ შევარდნაძის კრწანისის ველიდან აი ეს რა საუბრებია გახსოვთ თქვენ როდესაც შევარდნაძე ჩამოეცდა საქართველოში ნატო უნიასთან ერთად ორშაბათის საუბრები იგივე გრძელდება შევარდნაძე ჩაანაცვლა სააკაშვილმა არანაირი პასუხი არ მოსთხოვა და ჩვენ უკვე მეხუთე წელია ვდგევართ არ და ვთხოვულობთ შევარდნაძის გასამართლებას არანაირი ამაზე გამოხმაურება არ არის და შევარდნაძემ მშვენივრად ის თავის რეზიდენციაში რომელიც მიისაკუთრებს და იქიდან გვეპასუხება მართალია შედეგი ერთადერთი რაც არის ის რომ მეხუთე წელია უკვე ჩვენ აქ რაც ვდგევართ შევარდნაძე პასუხს გვაძლევს წერილობით ანუ ასავალ დასავლაში იმ ჩვენ შეკითხვებზე უკვე პასუხის გაცემა დაიწყო პირველად მოგეხსენებათ პირველი პასუხი ეს იყო როდესაც გამოვიდა ტიტოვანის ხილება დაიწყო თვითონ ამ ტიტოვანზე მერე შემდეგ ტიტოვანმა უპასუხა და ესე დღემდე ასავალ დასავლაში მიდის როგორც ეს რა ქვია ერთმანეთის ხილება უკვე დაიწყეს მაგრამ ეს არ არის საკმარისი ჩვენ ვთხოვულობთ შევარდნაძეს დამნაშავე შევარდნაძის რომელმაც საქართველოს პრეზიდენტი მოკლა რომელმაც საქართველოში ნარკოტიკები გაავრცელა რომელმაც საქართველოს ტერიტორიები წაართვა და მრავალი დანაშაული ჩაიდინა საქართველოს წინაშე საკაისა შევარდნაძის გასამართლებას. ეხლა მე მინდა მოგახსენოთ რომ ჩვენ აი ამის ორშაბათის ანუ ინტერვიუ დავარქვათ ამის ორშაბათის ინტერვიუს ყოველთვის უკვე 5 წელია პასუხს წევს. აი ბუშინ წინაკვირის 1-12 სექტემბრის ინტერვიუ აი ესე იყო სასაუბრო არის ესეთი 10 მილიონი ტურისტი რომ ჩამოსულიყო საქართველოში მაშინ საქართველოში რომ ჩამოვიდეს მაშინ ქართველები უნდა წავიდეს აქედან რა თქმა უნდა შევარდნაძის ჩამოსვლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის ეს რომ საქართველოსთან წავიდნენ ქართველები ეს მოხდა კიდე რამდენი ქართველი გავიდა საქართველოსთან რამდენი არის დევნილი და რამდენი კიდე მიდის საქართველოს და რამდენი დაიღუპა კიდე უკვე საქართველოში როდესაც იყო რამოდენიმე სასაფლაო დღეს უკვე 40-მდე სასაფლაო გაიხსნა მარტო თბილისში თითქმის 40 მილიარდია სასაფლაოების გახსნამდე ეს ვისი ბრალია ეს არის შევარდნაძე რომელმაც კიდე ისა რა ქვია თავის მართლებას იწყებს რომ მე არ უნდა გადამდგარიყავი მე რომ გადამდგარიყავი საქართველოს მაშინ საქართველოს ბედნიერებას მოუტანდი რომ არ გადამდგარიყავიო აი რა ბედნიერება მოუტანა საქართველოს უკვე ჩვენ თვალწინ ხდება ყველაფერი ბედნიერება კი არის ეს არის უბედურების მომტანი და ერთად კიდე რასაც ვნანობ ამ წერილში კიდევ ერთხელ აღნიშნავს რომ ამას ძალიან ხშირად იმეორებს რომ ერთადერთ რასაც ვნანობ რომ მე არ უნდა გადამდგარიყავიო ასევე მიდის მხილებები ისა რა ქვია თავისი ავტობიოგრაფიას გვიწერს უკვე და ამბობს 1992 წლიდან პირველი პირი ვარ მანამდე 7 წელი მინისტრი ვიყავი სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე ვმუშაობდი აი ხომ არ დავბრუნდეთ და მიცინით ესე კიდე ხომ არ დავწინით კიდე ვიყავით ქალაქკომის მდივანი შინაგან საქმეთა მინისტრი რაიკომის მდივანი სამ რაიონში 30 წელი ვიყავი ხელმძღვანელ თანამდებობაზე მე ჩემით მივიკვლევდი გზას როგორ მიეკვლევდა და მართალია თავის მიეკვლევდა შევარდნაძეს და თავის მიეკვლევდა თავის მომენტს გადაუარა ამას უკვე გაკვირვებია მოგეხსენებათ ნაზი შამანაურის ამბავი როგორც ამერიკის მოკლა ნაზი შამანაური მოგეხსენებათ ვალერი ჟვანიას ამბავი და თვითმფრინავის განმაუგებელი ამბავი აი ამ მომენტს და კიდე რამდენი თავისივე თანამშრომლების ხაბეიშვილი პატარის და ასე შემდეგ მომენტზე გადაიარა შევარდნაძე და თავისი გაიკვირა რა თქმა უნდა აი მოგონაზე მომენტი და გახდა რა გახდა საქართველოს და ასევე აღნიშნავს საქართველოს სააკაშვილმა რომელმაც შეერექცა თავისი კარ გაიკვირა და მე გაუკვირდაო მართალია სააკაშვილ შევარდნაძემ გაუკვირდა და რამედო არჩევანი იყო ამაზე როდესაც კითხა საერთოდ კარგად ისმო ქართველებს ანუ არა ქართველებს ანუ საქართველოს მტრებს ვინ არის ის საუკეთესო შემსრულებელი რომელიც აი შენ გზას გააგრძელებდა თავის მემკვიდრეს დაასახელა
სააკაშვილი, რომელიც ზედ მიწევით ზუსტად ასრულებს იმ გეგმას, რომელიც შევარდნაძემ ჩამოიტანა საქართველოში და შევარდნაძემ დაგეგმა მასონებთან ერთად და საქართველოს მტრებთან ერთად დაგეგმა და იმ გეგმას ზედ მიწევით ასრულებს სააკაშვილი. დიახ, სააკაშვილმა თავისით გაიკეთა კარიერა, ოღონდ მე გაუკეთე კარიერა. ჩემი წყალობით გახდა ის პრეზიდენტი. ჩემი წყალობით გახდა ჯერ იყო კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარე იყო, მერე უმრავლესობის ლიდერი და იუსტიციის მინისტრი. აი ეს ყველაფერი აქედან დაიწყო და შევარდნაძემ გაუკვირვად და მართალია. ყველაზე ისა მერე შემდეგ ასახელებდა რა მართალია, ყველაფერი შემდეგ ასახელებს უკვე ყველაზე ძლიერი პარტია არის ნაციონალისტები და ოპოზიციაში არის ლეიბორისტული პარტია, ანუ შალვა ნათელაშვილი. მოგეხსენებათ დღეს შალვა ნათელაშვილი როგორი მწყემწყემი სიტყვებით გამოდის, როგორ იცავს თითქოს საქართველოს ინტერესებს, ამ დროს ქმედებით კი არის საქართველოს მოწინააღმდეგე. და მოგეხსენებათ რომ იყო ნათელაშვილი იყო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და ყველა უბედურებაზე შევარდნაძემ რაც მოაწერა 1992 წლიდან როდესაც ჩამოერთვა საქართველოში ყველაფერი იურიდიულ ხელშეკრულებაზე საქართველოს საწინააღმდეგო და საქართველოს გასაუბედურებლად ყველაფერზე მოწერილი აქვს ხელი შალვა ნათელაშვილის. ასევე ეკითხებიან კიდევ მასთან დაკავშირებით, ოპოზიციასთან დაკავშირებით. აი რას ამბობს? სხვათა შორის ოპოზიციაზე ამბობს, რომ სხვათა შორის ოპოზიცია ლიდერის ნაწილი ისა თავისი თქვენი ოპოზიცია როგორი იყო, თქვენ ხო ყავდათ ოპოზიციაო და ჯერ აძაგებს ამ ოპოზიციას და ამბობენ რომ სააკაშვილის ოპოზიცია, სააკაშვილის საქმეს აკეთებს, რაც უკვე ჩვენ კარგად ვიცით ჩვენია და თავის ოპოზიციას, როდესაც მე ვიყავი ოპოზიცია, აი ესე ამბობს, სხვათა შორის ოპოზიციის დიდი ნაწილი თუ როცა ქვეყანას უჭირდა, ხარში მედგა. აღიარებდნენ რომ ქვეყანაში იყო დემოკრატია და აღიარებდნენ რომ ქვეყანაში იყო დემოკრატია. მაგალითად გია ჭანტურია, ირინა სარიშვილი, კაკო ასათიანი. აი როგორი ოპოზიცია ყავდა, აი ვინ იყო კაკო ასათიანი და ყველას მოგეხსენება კაკო ასათიანი, რომელიც იყო საქართველოში მეორე პირი, იყო პარლამენტის თავმჯდომარე, როგორი მონაწილე, როგორი დიდი მონაწილე იყო პუტჩისა და რა გააკეთა საქართველოსთვის. ყველას კარგად მოგეხსენებათ, როდესაც მე სამართლობაში მივარდა და თქვა გული მტკივაო და არანაირი გული არ ტკიოდა და არაფერი არ ქონდა და მაინც წავიდა დასავლეთ საქართველოში, რათა ქართველი ხალხი გაეჩერებინა, ეთქვა რომ არ არის საჭირო იქ ჩასვლა და რა უბედურებაც მოგვიტანა კაკო ასათიანმა სახეზიარეს. ასევე გია ჭანტურია, რომელიც ვითომცა დიდი კალგის იყო ქართველი, დიდი ეროვნული მოღვაწე, რომელიც ედეპეს დიდი ის იყო ბურჯი, რა გააკეთა, როდესაც გამოდგა ზვიად გამსახურდია და ირინე სარიშვილზე უკვე ლაპარაკი ზედმეტი არის. და ასახელებს კიდე აი კაკო ასათიანმა თქვა, ეს არის შევარდნაძის სიტყვები. საქართველო ისეთი დანგრეულ და გაპარტახებული იყო, შევარდნაძე რომ არ ჩამოსულიყო, სხვა ვერავინ გამოიყვანდა ამ მდგომარეობიდანო. წარმოგიდგენიათ? აი ეს არის კაკო ასათიანის სიტყვები, რომელიც დღემდე გამოდის და კიდევ ის არის, იმდენად ნამუსგარეცხილი არის, რომ კიდევ ზვიად გამსახურდიას ასახელებს, ზვიად გამსახურდიას სახელს ახსენებს ეს ნაძირალა კაცი, რომელიც აი პირდაპირ ეს არის მხილება. შევარდნაძემ თქვა რახან რატო უნდა გამასამართლონ მარტო მე ესე გავიგეთ და ჩვენთვის ყველაფერის ეს განსაგება, რატო უნდა გასამართლდეს მარტო შევარდნაძე? დიახ შევარდნაძე, შენთან ერთად უნდა გასამართლდეს კაკო ასათიანი, შენთან ერთად უნდა გასამართლდეს ირინე სარიშვილი, შენთან ერთად უნდა გასამართლდეს ბათიაშვილი, ბურჯანაძე, სააკაშვილი და ყველა ის ვინც საქართველოს ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. დღეს საქართველო უკვე არანაირი ოკუპირებული ქვეყანაც არ არის. დღეს საქართველო არის ზონა, რაღაცა საშინელებაა, სადაც არაფერი არ ხდება, საშინელების გარდა, კეთილი არაფერი არ ხდება და ყველაფერი შენ მოიტანი აი ამ ხალხთან ერთად. შენ რომ ყოფილიყავი მარტო შევარდნაძე, შენ ვერაფერს ვერ გახდებოდი, რომ არა ამ გაღწნილების, ამ არა ადამიანების, ამ ბოროტების მხარდაჭერა. შევარდნაძე ციხეში, შევარდნაძე ციხეში, შევარდნაძე კველი, შევარდნაძე კველი, შევარდნაძე კველი, შევარდნაძე კველი, კველი ციხეში, კველი ციხეში, კველი ციხეში, კველი ციხეში, კველი ციხეში, ჯავადი ციხეში, ჯავადი ციხეში, ჯავადი ციხეში, ჯავადი ციხეში, ჯავადი ციხეში. შენ ციხეში არ მოშტები
მიშელს მიშასთან ერთად და ყველა იმ ბანდისტებთან ერთად ხოლო ხალხური მიიღებს უდიდეს გამარჯვებას. საქართველოში საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ბატონ ზვიად გამსახურდიას ეროვნული მართლმადიდებლური საგანმანათლებლო